არაჩვეულებრივი დღეა, მარიკუნა, მეც არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ და იმედი მაქვს, რომ დღეს ნერვებს არავინ მომიშლის. არავინ მომიშლის ნერვებს მეთქი. ახალი სალათა გავაკეთე, მგონი შენ მოგეწონება. აი კიდე, ხო თქვი დღეს ნერვებს არავინ მომიშლის მეთქი, მარიკუნა, რა იყო ხე ეს სალათი რა, კარგი რა, მარიკა რა. კარგი რა, ირაკლი რა, კარგი რა, დავიყალე რა, ნერვები მაქვს მოშლის და შეიძლება მიმატებ რა. რატო გაქმოშლი? რატო მაქვს მოშლი დავალაგე ყველაფერი აცდასალაგებელი იყო მე მგონი რა. მოიცა ერთი კაცო ნუწუწუნებ ყველაფერზე რა. რა მოგივიდა დათო რა, გიმთავრდება ხვალ ეს სასჯელი და აღარ დაალაგებ. ვახომ რა თქვა საბა მთელი ცხოვრება მისჯილი რო აქვს დაალაგებ. ისე დღეს ირა როიცოდე მე ბოლო დღე მაქვს დაალაგების დიახ. აჰა. ესე იგი ხვალიდან ისევ დამიზურდება ქალაქი. დღეს ამის საქმე გააქვს. დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს რეალს ხვდები გასვლაზე. ამითია ხო ის პასი? მოსმესეს. ირა, შენც თუ არ გაქვს საქმე? აჰა. მარიკასაც თუ არ აქვს საქმე, მე საერთოდ არ მაქვს საქმე ირაკლი და წავიდეთ სანდე პიკნიკზე, პიკნიკი მოვაწყოთ და წავიდეთ ბუნებაში დავისვენოთ, ირა. ვერ წამოვალ მე, ამით უნდა გამოვცვალო ხო ფეხბურთელი? არ გეტყვი. და არც გათამაშებ, მომეც. მარიკუნა იყავი რა ჩემთან შენ რო ხარ აქ ვიგებ ხოლმე რა, ძალიან ხო. მოდი ბეგურა რა, შეგიდე გაჩვენდი არ მოგცემ კომპიუტერს. აი, ხედავ მარიკა, უბრალოდ ხალხს თავრობა როგორ გვართებს ქონებას, მომეცი მათამაში. არ მოგცემ და თუ წესიერად არ მოიქცევ, ხა დაურეკავ პატრულს და დაგაბრუნებ სადაც იყავი იქ. აი, მარიკა, პოლიცია თამათია რა ენაგულებად კიდაზე. საჯი ჯიგარი ხარ რა. საჯიც მოისყიდეს. საჯიც მოსყიდული ყავს რა. გეხოცები წავიდეთ რა ბუნებაში და გთხოვ რა, გავიდეთ და დავისვენოთ რა გეხოცები რა. ვერ წამოვალ. თობს წამოვიღებ. და ვისროლოთ. მე ვრჩები. მეც ვრჩები. სათორბოს ხომებზე კარგადად იყარის თუ გეუბნება? დარგის დაიმა? ის სხვა. ის სხვა. დიახ. მე სხვა ვარ. ის მართლა სხვა. წავიდეთ რა ირაკლი, გეხვეწები რა, გემუდარები რა, წავიდეთ რა სახლიდან, გავიდეთ რა ამ სახლიდან, გემუდარები. არ მინდა, არ წამოვალ, შეცდაც კიდე იქ წადი. შენ ეხა ჭკუა გაქვს რა. პირველად რაც მე გადმოვიდი, ამას გეუბნები რომ წავიდეთ, გავიდეთ, თან მე მეთქი. აქედან თქვი, შეიძლება ეს დღე მეორე აღარასოდეს აღარ დაგიდგეს. დაფიქრდი რას გეუბნები, წამოდი რა ირაკლი რა, წავიდეთ რა, გეხვეწები რა, გემუდარები რა. მარიკუნა, ის არის რა ქვია, ჯარიმაა და როგორ დავარტყავ. იცი რა ქენი? მესის დაარტყმევინე და ხავის გატანინე თავით. მოიცა? გავიდა. არა, გვარდიოლა მყავს თოლი რა. კიო წავირაკლი, რა გოლი იყო ეს? ხოდა ეხა წავიყვანო გუნდი შეკრებაზე ბუნებაში გავიდეთ ირა. შენ სადაც გინდა იქ წადი, მე და ჩემი გუნდი აგვჩებით. და გვარდიოლაც. ვერ წამოვალ რა და ძალიან გთხოვ. მარიკუნა, კიდე ჯარიმაა. წააქციეს. ეს ხო შენია. მე იცი რა ქენი? რა? არ წავთ ხომ? არ მოვდივარ მე. მომისვე რა ქენი? აქეთა კუთხიდან მესი ურტყავს ძალიან კარგად. ისე მესი და რა უნდა?
გადავარდა. დავინახე რომ გადავარდა 50 ლარი დო მაგ ბლოკნოტში მართლა? მარიკუნა რაღაცა უნდა გთხოვო რა აბა ძალიან გთხოვ ხო შემისრულებ მარიკუნა აბა მარიკუნა ხო შემისრულებ აბა რა ზვიზა იბრაგიმოვიჩი გავყიდოთ რა აბა მიდი 423 კეთევან 423 რა 423 რა თავიდან დათვალე რა 423 მიდი დათვალე თავიდან მიდგენია კეთო ჩვენი ეს მეორე სართულის მეზობელი ბუზალაძე ხო იცი გოგო შვილი ყავს ეზოში ხა უყურებდი თვითონ ეს ცალკეზის სკამზე შვილი იქ ცალკე თამაშობს ან კამფეტი უყიდე, ან ნახინი. ყურადღება მიაქცე, იქვე მაღაზია რა და რაღაცა არა განა იმიტომ რომ ის მაღაზია ჩვენია და არის ხალხა შევიდეს და თუ არა რა ისუმე რა მოიცადე მიდი ეგ შეკეთო ბიჭი თონო დეიდა ნახინი გინდა იდირე მიდი ხო აი ეგრე კარგია არა, ვითომ არაფერი, ესეთი წუწურაკი მე არაფერი მინახავს რა. თამარ დაჟექი რა, ნუ ყვირი ხარ რა. შეკეთო, ხო, აბა აი 423 გამოვიდა ისევ დავითვალე. გითხარი მე რამე რა, გითხარი მე შერამე, მიდი დათვალე. აი ხა ბიზნეს ჩხუბი არ უხდება რა ფშერ, აი ძალიან ცუდად არის ჩვენი მაღაზიის საქმე. ძალიან ცუდად. აი ხა ვითვლიდით და საერთოდ არანაირი მოგება არ გვაქვს რა. პროდუქტი არ იყიდება და როგორ იქნება მოგება, როგორ იქნება არ ვიცი მე რა. მე პროდუქტი არ იყიდება კეთევან პროდუქტი. არ იცი შენ რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა და თუ არ იცით ხო სანამ იმ პროდუქტებს გაუვა ვადა? ო, გაიღვიძა მუცელმა. რა ვქნათ ხა? კარგი ხა ერთი. მიდი შენ. ონოდეიდა გაჩერდი გეყოფა. ხო, დავქნათ ახლა რა მოვიფიქრე. ნუ არ ვიცი ახლა მე მაგალითად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ ჩემი აზრით ფასები უნდა დავაკლოთ აი ესე ვფიქრობ ფასი დავაკლო მე რაღა დამრჩება სახელი და დიდება თამხ ო მაგ დიდება შეგიწევ მერე რა გავაკეთო სული მას ვფიქრობ არა და 24 საათი იქ ვარ 24 საათი აი მაგაშია თამარ პრობლემა მაგაშია პრობლემა სულ იქ ნუ ხარ რა ნუ ხარ სულ ბახო მივხვდი ბოდიში აი მე ვაი მომეწერა კარგი ბახო 423 ყოფილა ხო გეუბნებოდი მოდი აქ ბახო მოდი აი მე არ ვიცი ეს იგი რა უნდა ახლა შეხედე 423-ია ზუსტად ესე გამოთვალ ეს იგი მაღაზიაში მე მგონი ჯადუა თუ რა ჭირს არ ვიცი იმ მაღაზიას არაფერი ვერ გავიგე მართალი ხარ კედა შენ შეამჩნიე ხო რომ ჯადუა იმ მაღაზია აბა თამარ რა შენ რა ხარ მითხარ შენ მიჩნე მე კეთებან ვიცი მე შევამჩნი ეგ ჯადო დგებადილობით ჩადის მე ამოდის და ვახო ყრის ერთი წუთით რა კარგი რა ეხლა მომისმინეთ მე გეტყვით რა პრობლემაა მარკეტინგში მოვიკოჭლებთ მარკეტინგში ხო თამარ რა არის ეს მარკეტინგი რა რა არის? უთხარი ვახო? აი ეხლა აი ზუსტად აი მარკეტინგი ეს არის სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით, ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. აი თუ არ ვიცი, ვინასწავლა? ვაი მეცი ვახუნხულა უნდა დავნიშნოთ ჩვენს მენეჯერად, ვახუნხულა. იქნებ გამოასწოროს საქმე, ხო ვახო? კი, კარგი აზრია ხა. ვახო, კი დავნიშნოთ მენეჯერად, მაგრამ მე თამა დამლაგებელი რომ მოგაკლდება სახში. არა, მე თანახმოვარ, თუ გინდათ კი ბატონო, მე პრობლემა არ არის. მე შეგეთანხმები, ვახო, მე შენს გვერდით ვარ, აბა რითი დავიწყოთ, რითი დაიწყებ, აბა შენ ვახო, მიდი აბა. აჰა, ესე იგი პირველ რიგში ტაში. ნამდვილად ტაში. პირველ რიგში საჭიროა მოვიფიქროთ სლოგანი. აჰა, სლოგანი. ხო, ესე იგი სლოგანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მარტივი, მაგრამ ისე ორიგინალურიც უნდა. არა, კანდიდატ რა ვიცი. უნდა იყოს ორიგინალური, აი მაგალითად.
მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები. არა, მენეჯერი. შეცდი, ეგრე არა. გაკეთე ხელები როგორ ქიმწევა? ესე იგი, მაღალი და ხო? მაღალი ხარისხი, დაბალი მფლობელები. ვიდეთ რა გთხოვ რა ასე რამე მithოვია შენ. მიდი კარი გააღე. გამაგიჟა დღეს დილიდან გამაგიჟა. დასალაგებელი გამიხადა. პანიკა. ოხ დათო, შენთან მაქვს საქმე დათონა. მომისმინე. გუში რამდენი ლუდი აიღე შენ მაღაზიიდან? 4. თამარ ჩაწერე ნისიების ველში. შეიძეების დათო 4 ლუდი. მიდი ჩაწერე, მიდი გელოდები. ხო, მარიკა, ცოტა ხახვი დამაკდა და ხო ვერ მომცე. რა პრობლემაა? ქეთევან აიღე რამდენიც გინდა. 3 ლუდი ჩაუწერე. 3 ლუდი დათონას. მიდი. აი ეს. რა კარგი ის. ბავშვების წავიდეთ აი რა. გემუდარები რა რა არის როგორ უნდა გეწოწონებოდეს რა უნდა? ვაიმე გამაგიჟა. გამაგიჟა სისხლი ჩამექცევა თამარ ალბათ რა. არ ვიცი კალანგარეთ წავიდეთო დილიდან რა. არ შემიძლია რა. აუ წავიდეთ რა. აუ წავიდეთ რა. გეხვეწე ვიცი როგორ მინდა თან ჩემი გლანდების ოპერაციაც ისე მოუხდება სუფთა ჰარი. დინარე, ირაკლი გეხვეწები წყარო, ბუნება ტყე, მთა, მე ჩიტების ჭიკ-ჭიკი მომენად რა ჭიკ ირაკლი თან არის გავერიდებით ბუხს და მანქანების ხმაურს და მტვერს და იმას. კარგია ეს ბუხს და ხმაურს რო გავერიდებით. არაჩვეულებრივია. დიახ, არაჩვეულებრივია, მაგრამ თამარჩიკ მომისმინე შეხოჭვიანი ხალი ხარ. ნუ რა თქმა უნდა. მომისმინე რა შეიძლება მოხდეს ეს რო ტყეში ჩავა. ამის ხმას რო გაიგონებენ და ყვირილს შეიძლება ჩიდები გამოიქცნენ იქიდან. ხო და გამოფრინდნენ და პირიქით აქ მოვიდნენ და აქ იჭიკჭიკონ. ხო და ვიქნები მე აქ მოვუსმენ არ შეიძლება ამ ჩიტებს ა. ხალხო მოდით მოგროდით აქ ხალხო მოდით ერთად მოუწოდეთ ირაკლი ჭყეიძეს რამე თუ წავიყვანოს პიკნიკზე ქალაქარეთს წამოდი აი შენ ახლა ხედავთ როგორ გვერდება სამტრედია ხალხო ჩვენ სანამ მიზანს არ მივაღწევთ არ დავიშლებით. დათო, თოფი ხო გაქვს? არმია ჩვენთან არის, ხალხო. მარიკა ჯერჯერობით არ გვიერთდება, მაგრამ ხანგრძლივი კონსულტაციების მერე შემოგვიერთდება. წამოდი. ხაშას ნომერი მომეცი ერთი რა. უნდა გამოვიძახო სპეციალს მიდა უნდა დავარბიო ესეთი რა. მოიცაკაცო ერთი. დასაკეთეს. ვაიმე, გაზი გაუშვეს ხალხო. ვაიმე, სპეციალს მიდგემუქრებიან. ვაიმე, ხალხო, მიდი ქეთევან ადი დავიღალე. მიდი. წამოდი, აი ჩვენ ახლა ხედავთ ხალხო, ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი და დავიძრათ ირაკლი ჭყეიძის საძინებისკენ. წამოდი. ჩუმად ბავშვები არ შეაშინოთ რა დაგემართათ თამარ ქეთევან დათო. აი ლაშა, მოდი ლაშა, გეხვეწ მიჩხარა მოდი დაგვეხმარე მოდი. ჩვენ ვთხოვთ ირაკლისო წავიდეთ ქალაქარეთ და არ მოყვება საკეიფო. საკეიფოს არ მოყვება ირაკლი. კარგი რა ირაკლი რა. როგორ შენ სკოლაშა. მოდი აქ საქმე მაქვს. მოდი. ხალხო, აი დიალოგზე წამოვიდა. ეგრე წინ მივიდივარ. დიალოგი. დაფიქრდი რა. კარგი ღვინო, კარგი მწვადი, ჰა? ირა. ეს წვადი და ღვინო თბილისში არ არის არსად? აი იმ შიშორეზე რო არ წამიყვანოთ, ჰა? მართალია. მომისმინე, ეხლა მე სამსახურში ვარ წასასვლელი. აქ ვიქეიფოთ იქ რო არ წავიდეთ მართლა იმ შიშორეზე რა მოხდა, ჰა? რამდენი მწვადი გადაგიხადეს? მოღალატე. ვერ გაიხარებ.
რა არის რა, ბავშვებმა საერთოდ არ ჭამენ. აი, ხახო. ახალგაზრდებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყეს შიმშილობა. შვედს უნდა შევერთეთ მათ და დავიწყოთ უადო შიმშილობა. რამე თუ ირაკლი წაგვიყოლოს ხალაგარეთ. შიმშილობა. მოიცა, რა შიმშილ შევედა. მართლა ბოლოს ამდენი ხალხი როცა გთხოვს ხო აი ძვირფასო მომიტინგები. მოგმართავთ მე ირაკლი ჩხეიძე და მოგიწოდებ სიმშვიდისკენ. რათა თავიდან ავიშოროთ ექსცესები, პროვოკაცია და ტერმა არის სარგებლოს ჩვენი გაყოფით. მოვდივარ დათმობაზე და უფრო მეტიც, მოვდივარ პიკნიკზე ტყეში და ყრეში. ბრავო. მაგრა დახარით, მაგრა. აბა სანდრო, წამიკითხეს სია რა ჩაწერი რა მიგვაქვს? ყველაფერი ჩავწერე. აბა მაჩვენე. ისე. აბა. კიტრი 2 კილოგრამი, მარგარინი გლამური 1. პომიდორი 2 კილოგრამი, მარგარინი გლამური 1. პური 5 ცალი, მარგარინი გლამური 1. რა. შენ არა ხარ კარგად. მეუბნები რა, მე დავწერ. ეს დამიჯერე რა. დამიჯერე თუ კახეთისკენ მივდივართ. ალაზნის ველი არის სასწაული. აი მაგაზე კაი ადგილს ვერ ნახავ. თან ვითევზავებ, ხო გიყვარს თევზაობა? რა ვიცი ისე რა. რა? თევზაობა ისე რა გიყვარს, კარგი ლაშა რა. წარმოიდგინე რა. წავიღებ კაი ღვინოს. კაი სამწვადეს. კაი ყველს იტყვი პავდორი ყველას პური რა. გავშლით სუფრას, დავდგავთ ღვინოს, ამანკეს დავიდებთ ასე გვერდზე. ვიქეიფებთ კარგად. კარგს დავლევთ. კარგს შევჭამთ, ავიღებთ ამანკეს და წამოვალთ უკან. თევზაობაზეა მოფირა. გიждები თევზაობა. მაგას არ მეუბნები, ის საუბრობენ. ორი ლუდი მოგვიტანე რა. ჯერ ლიფსიტებით დავიწყოთ. თამარჩიკ. რა ვწერთო? აი, ტყეში რომ მივდივართ, წასახებად რა დაგჭირდება იმას, რომ შენ მოხვედი არ იქა. მე რადგინა მაგინდა წერა. კარგი თონის პური, კარგი კიტრი, ყველი პომიდორი, სამწოდე ღვინო წავიღოთ. სარეცხის ფხვნილი, ჰაერის გამწმენდი, მინის საწმენდი, რა ვიცი, ყველაფერი რაც მაღაზიაში გვაქვს. მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები. რა შუაშია, რა სარეცხის ფხვნილი იქ რადგინა? რა ვიცი, რაღაც სხვასთან ვიყიდოთ, ბარემ ჩვენთან ვიყიდოთ, მეთქი მაღაზიაში მაინც ყველაფერი გვაქვს, ხო? ო, შენ იცინე და ის ერთჯერადი ჭიქები და თეფშები არ დაგჭირდება? ხო დაგჭირდება, ხო? ეკი მართლა დაგჭირდება. ხო და დავდოთ ფული შევკრიბოთ და მე ვიცი სადაც იყიდება კარგი ხარისხი, მალე რო არ ტყდება და ესე ხო და ის თუ არ იქნება ერთჯერადები, კარგი ჩეხური სერვიზი მიუღიათ 12 კაცზე. კახეთსავი. ო, გაიშლება ესე, გავშლით. სანდრა. რაც წამყვა. არა, რა პრობლემაა, მაგრამ მე ვერ მივხვდი ბარს რა უნდა უყვა, ხალხი რომ მოვა, ვინ მიხედავს. ო, კარგი რა სანდრო, თქვენს გარდა მაინც არავინ არ შემოდის და შემცველს დავტოვებ. აი, მე ახლა აქ ტყილაკი აქვს. მე ამას რო სვავ ახლა, ხო? მე უცებ დამინათთა. გონება ტრადიციულად გამეხსნა ორივე ჰემისფერო და ესეთი ბრძნული აზრი რითი მივდივართ. ერთ მანქანაში ჩვენ ვერ ჩავეტევით. აჰა. ჰემისფერო რო გაგეხსნა, ის არ გახსოვს, რომ მე მანქანა ვიყიდე, ირაკლი და შეგიძლია ჩემთან ჩაჯდე? აჰა, მაშინ მე მეორე მანქანაში ჩავჯდები. ძალიან გთხოვთ, გოგის გამოვართვებ მანქანას და იმაში ჩავჯდები და გადავნაწილდეთ. ესე იგი, შენთან, არა, ჩემთან ჩასხდებიან თამარი ქეთევანი, სალომე, მარიკა და დათო და ლაშა ჩაჯდება შენთან, იმიტომ რომ ცოდოა გოგის მანქანა. ავით რა კარგია, რა ქალაქგარეთ რო გავდივართ. იცით როგორ მიყვარს ბუნებაში გასვლა, მე რეკ ტყეში ვისეინებს ანდროსა, ჩიტების წარჭი შენი ჭირი მე შენ რა გიყვარს? აი, თუ უყვარს ვახოს უყვარს ტყეში კეიფი. სახლში კეიფი არ მიყვარს, ეს უმეჩურჩულება ხოლმე. მართალია არ ეყარება სახლში კეიფი, ვახოს, იმიტომ რომ რო იკეიფებს მე ეს ჭურჭელი და სარეცხი 1000 საქმეა, მისამაგებელი სახლი და აბა როგორ
აი თხემის გახსნა და ისა ხო მართლა ხალხო მისმენთ ესე იგი მანქანის ამბავი გადაწყვეტილია სანდრო მოდის და გოგის გამოვართვა მე მანქანას ის ჩახედე ერთი რამე არ დაგვრჩეს კიდე რა ძალიან ხუთ რა უნდა წავიდე რა თქმა უნდა მარგარინი გლამური დიასახლისების გემრიელი საიდუმლო და სად უნდა იყიდო მაღაზია ღლონტი and ღლონტი მაღალი ხარისხი დაბალი ფასადი და რომ მოიწამლებით ვის უნდა მიმართოთ? ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაზე მაგარი სამინისტრო, კიდე ორ რაღაცასთან ერთად. და ჩემი ბარი. კარგი ერთი გაჩერდა. მართლა მაგარი მანქანა ყოლია გოგის. უთხარი და გათხოვებს შეთ. მომყიდოს. მომყიდის. მაჩო. რა? მაჩო. ისე ირა. ჩვენ უნდა წავსულიყავით დასავლეთის მხარეს რა. რატო? როგორ რატო იქ, რა ვიცი მე, ცხეთა, ღვეზელებია, ავტობანია, რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა რესტორნებია და. კარგი კაცო, არაჩვეულებრივი გზა აქაც. შეხედე როგორი გზა. ნახე როგორ მივსისინებთ, ნახე 1-2 არ არის, ასეთი გზა არის. რა გინდა მეტი ვერ გავიგე. ხო კარგი ხა, კარგი გავიგეთ რომ კარგი გზა, მთავრობის წევრი რომ იზიყა რა, რა გინდა მადლობები გიხადოთ, კარგი გზა, ძალიან კარგი გზა. ვერ ახარ. ვა? ხო კეთევან. ხო, არა არ ჭამკეთევან. არა. ხო კარგი შემამოწმე მაინც შემამოწმე რა ანაკ რა უნდა ვჭამო კეთება ხო კარგი კარგად კაი ბა ისე კაი რამე გამახსენა ხო იცი ხაჭაპურს მაინც შევჭამაკ შეხედე თამარის ვეზირს ჩაეძინა ეხა უყურეს ეს წინ იყურე კაცო მოიმზა რა გინდა ვაიმე მაჭაკებით გადავჭით. რა შვით რა? სადავართ? მანქანაში ვართ და უკაბრუნდებით სახში. ხო. რატო? აბა ტყეში ხوار დავჭებოდით. მოიცა. იქეი ბედუ, აბა. მე რატო არ გამაღვიძეთ რა არის ახლა? ნახე რა ირაკლი შეხედე უსმინია რა ამას რა. როგორ არ გაგაღვიდე? რა ჩვენ გაგვიძეთ და განჭრიეთ რა ვიცი. აბა. უკვე მე თამარი მიუშვით მე და თამარმაც ვერ გაგაღვიდე. აბა. აი გეხუმრეთ ხო? მეხუმრებით რა. მეც არ ვთქვი კაცო როგორ არ მახსოვს მე. კარგად. რა მოგივიდათ რა. დათო. ნახე ძროხები. ნახე რამდენი ძროხაა. ვახ. გაიხე? ნახე იქ წინ. ხედავ მთაზე. ირმები რო გაინტერესებდა. ნახე რამდენი ირმები. რამდენი. ისე რა მაგარია ირაკლი. თამარი რო არ არის აქ რა. რასაც გინდა იმას ეტყვი რა. ხა ჩავისუნ სკვერტი ზუგდახაერი და ჩაისუნ მაგრამ ფრთხილად გაყავი მაინც. ხო, იმიტომ რომ ისე სტრაფად მივდივარ, თმებს სულ გაგაცხეს და დაგჭირ. ვისაც არ მოწონს ჩავიდეს. ჩავედი და თომე უკვე ორჯერ ჩავედი და ამოვედი ისე რომ არ გაგიჩერებია მანქანაში. აუ, იქ. აგიდა. ხვედები შეიყარეთ რა. წინ იყურე კაცო, ხელი მოგიდე. მაინც ადეთ ხა. სანდროს მანქანას ხედავთ ხო? მერე? მოიცა. აი ხა დაუხლიეთ ხელი. ლაშა სანდრო მე მგონი დგას არ მიდის ხო არ მიდის და მიდის ნახე თუ არა დგას აბა როგორ გაუსწარით თუ ვერ გაუსწრებ აგე თუ არ გაუსწარი შუმახერ ნელა იარე რა სანდროს მანქანა საერთოდ აღარ ჩას ამოვიდა შეც კი მოდით, ეხლა გამოადგით რა ფეხი. აი მე დედა. საით მინით ახლა ეს გზა.
აი მე ვეღარ გამიგე. აი ხო გეუბნებოდით არა დავიკარგეთ. ირაკლიმ სხვა გზა გვასწავლოთ და ჩვენ სხვა გზით წამოვედით. ვიცი მე რა ადგილია ტელეფონით არ იჭერს რა. მაიმე როგორ უნდა გავაგნო ძალიან მეშინია. მეც მეშინია. რისი გეშინიათ ხალხო, რისი გეშინიათ? სანდრო აქ არ არის? სანდრო! გაყვიდეთ, ტყეში ვართ, რამე არ იყოს აქ კაცო. რა არის? რა მოგივიდა? სად იყავს? სად ვიყავით? შემეშინდა და მანქანაში ვიყავი ცოტა ხანი. კარგი სანდრო, ნუ გამაგიჟია, მხლა ვაშკაცი კაცი ხარ, ესი შეგეშინდა შენ სანდრო, რა სისულელა, ესი შეგეშინდა. დათვის. რა დათვის? რა, შენ რა გენაღლება 2 წელია დათვთან ერთად ცხოვრობ, მე ვიკეთე. და სანდრო, მე სანდრო, აი როგორ აგერია გზა რა. ნახე, მე დამაბრალა, ხედავ, მე კი არ ამერია, ირაკლი მითხრა ცუდად. მეუბნება რომ გზაჯვარედინთანო რომ იხვალო, შენგან ხელ მარცხნივ გადაუხვიეო. მეწავდე კიდე გადაუხვიე. დროზე მოვიფიქროთ რა უნდა ვქნათ, თორემ მალე დაღამდება. მოვიფიქროთ. კარგით რა ეხა ეს ქალების პანიკა არ მინდა რა. მე შემოგიყვანეთ, მე გაგიყვანთ აქედან. აბა? როგორ და მაგარი რამე მოვიფიქრე რა. მოდით აქ. მარიკა, მოდი შენც. ესე იგი. აბა? ჩვენ ვართ აქ. ხო დეიდა. ხო. ეს ვართ ჩვენ. სტრატეგიული ადგილი. აი, ეს ვარ მე, ეს აქ არის. აჰა, აქ ვართ ჩვენ. ესე იგი, ჩვენ რავშვებით ახლა გეგმის მიხედვით. ვიღებთ ხახს. ხო, ესეც დაგჭირდება. ეს აქედან მოვუდოთ. აჰა. ვიღებთ ხახს. ვაცლეთ ფურცლებს და დავიწყოთ ესე დავყარო და გაგვიყვანს აქედან რა. შვილი მომისმინე, გინეცვალე. ეგ არის პირიქით, უნდა დაყარო რომ მოგაგნონ. ხო, მაგრამ ახლოს როა? ო, გინეცვალე. კარგი, მეორე გეგმა მაქვს. პირველმა ხო აშკარად გაამართლა, ეხლა მეორე ვცადოთ. მიდი, აბა ვცადოთ. მეორე გეგმა მაქვს. ოღონდ ერთი პრობლემა, უნდა დაველოდოთ, როდის დაბნელდება. დაბნელდება ვაიმე. გეტყვი ეხლა ნახე, პოლარული ვარსკვლავი, ხო იცით ყველა? როგორც კი დაბნელდება, გამოჩნდება პოლარული ვარსკვლავი. რო ვიცი. პოლარული ვარსკვლავი არის ჩრდილოეთით. ჩვენ მოვედით აღმოსავლეთით, ხო? შესაბამისად, შევხედავთ პოლარულ ვარსკვლავს და იმის მიხედვით გავალთ. ჰა? ვაიმე, სანდრო, კოჩა, ხო და დაველოდოთ ყველა დაბნელებას. იცი რა არის ცუდი რომ მე კი არ ვიცი პოლარული ვარსკვლავის ცნობა. მაშხალა რო წამოგვეღო, ხო კარგი იქნებოდა ესე გავისროდით და დაგვინახავთ. მაშხალა, წამოგეღო მერე. აი მარიკა რა გვინდა მაშხალა, აი ავაგდოთ თამარე ზევით და რომ დაეკივლებს. გაიგებს და ვაიმე დათვისა. ვაიმე, რა გამახსენდა საჭმელიც იმათა. ჩათვალე რომ აღარ აქვს, ლაშაც იქ არის და. რა უქნათ ახლა სანამ გვიპოვიან რა ვჭამოთ ფშია. დაწყნარდით, ახლა დაიწყეს ისე. არ გაინძრე, გამოდი. გამოდი. აჰა. თამრი. მივაგენი. ეს არის. რა? ბუჩკი. მერე? იჭმევა. კი, მე წაკითხული ჩემ თვალს წავიკითხე რომ ეს იჭმევა, მობრძანეთ. პირველი მე ხوار მივა უხიგალიკა და მე შევჭამ. მირთვი. შევჭამ. აბა რა მე. ერთი ჭამოს რა. აბა. კარგი. გემრიელია? არა. არა ხო? აი, ეთყობა ტყუილი დაწერეს იქ. აი, ამიტომ არ მიყვას ციგნების კითხვა, სულ ტყუილს წერენ იქ. მე მოვიფიქრე როგორ უნდა მოვიპოვოთ ახლა ჩვენ ტყეში საჭმელი. როგორ მარი? როგორ და აი თამარ შენ. შენ ახლა მიდი და რაც კი ტყეში ციყვები არიან, ყველა ჩამოიარე და უთხარ რა მაგრობებ ტყის გადასახადს. და მე თვითონ თხილი რომ გამოგატანოს გვეყოფა ყველას. მარი არ არის ცოლი აგზელებს. ესე იგი, ორი შვილის დედა და ტყეში დაიკარგა დადის გაკრეჩი. გაგიჟდები. სანდრო მომის
მომისმინე სანდრო ერთწუთი სანდრო მომისმინე მოდი შენ ეხლა ხარ ვაშკაცი მამაკაცი კაცი შენ აიღე პასუხისმგებლობა შენს თავზე მიდი ეხლა დაგვაპურე წადი ეხლა შენ და სალომე და ითევზავეთ მიდი სათევზაო წადით მიდი მე წავალ სალომე იყოს რატო წაიყვანე სალომე ჭიახალასავით გოგოა მაინც აი მინახე ჩურჩხლავდა სანდრო მიდი კიდე ცადე რა გადარეყვა ცადო გადარეყვა კარგი მაშინ იქით გავალ კაი ტოტებიანი ხე იყო და ხო ავალ იმ ხეზე და იქნებ დაიჭიროს მიდი ხალხო იქნებ ისინიც დაიკარგნენ არა მგონია რომ დაკარგური მაგრამ ვახო რომ მათთან ერთად არის კარგია გაბა რატო აი იმიტომ რომ დაურეცხავს დაულაგებს საჭმელს გაუკეთებს კიდე ხლა მარიკა აი მე რა არის სანდრო რა მოგივიდა არაფერი მობილური გადმომივარდა აი მე გატყდა არა არ გამიშვია ხე აბა მეგობრებო მომისმინეთ ეხლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ვიყვიროთ და იქნებ გაიგონ ჩვენი ხმა ყველა მუდა ვიყვიროთ ამრი იყვირე მიდი დაიწყე შენ ვახო მარიკა მიდი მარიკა ირაკლი ლაშა სალომე მიდი იყვირე შენც მიდი იყვირე სანდრო ხო ირა გასინჯე კატლეტი მიმი შვირო გამესინჯა ეს იყო უფრო მეტი ვიდრე კატლეტი ირა კი მოდი ვახო ჭამე რაღაცა მოდი კარგი რა ლაშა ხო ხედავ ნერვიულობ რა აი ეს ტელეფონიც არ იჭერს აქ მობილური ამას უყურე მოდი სად იყავი რა გჭირს რა ვიცი მე რა მოვდიოდი ტყეში და გირჩები ეყარა ფეკრს უტყავდი და ერთად დავარტყი და თურმე ზღარბი ყოფილა რა მოდი ფექსაცველმა გადამარჩინა ირა რა ჩემმა ფექსაცველმა გადაგარჩინა ბუ ნახე ირაკლი რას ფენდაბარაგი ბუ ხო იცი როგორ იძახდა როგორ გოგი ასე იძახის ბუ ხო ასეთი ბუებია მე რა ვნახე არ გაინტერესებს გუგული ვნახე და ჩხიგვთან იყო მისული ხო ეგრე ეს გასული რო იყავი ჩხიგვს ეულებოდა რა შენ ბუდეშიო შემომიშვიო ხო და კვერცხებს დავდებო მე გამოვჩეკავ ავაწყობ ცხოვრებას და გადავალო ზოოლოგიური იუმორი გვისწავლია თამარის ხმა ისმის არა ვახო არა ეგ ყვავია თამარის გავს ზოდა ის კაცურად მოიქეცი რა შენი ეს მე ცოლი და ზოლის მეგობრები ტყეში არიან დაკარგულები და შენ კიდე აქ საერთოდან ნერვიულობ აი ზიხარ და რა ნერვიულებს რა საჭმელი ხო აქვს მოდი მართლა წავიდეთ და დამნელდება სადაც ვაიმე დამნელდება სადაცა ახლა და არ შეეშინდეთ კაცო წამ მოძებნით კარგი ხო ირა ამ ტყეში მგლები არიან გეშინია ვახუშტა ვიცი არა ნუ გეშინია ამ ტყეში მგლები ვერ ჩერდებიან არა ხო რატო დათვების ეშინიათ ირაკლი კი წავიდეთ მაგრამ რა არის იცი ამ საჭმელს აქ ხო არ დავტოვებთ ირაკლი აბა რატო იცი? რატო? იმიტომ რომ ცხოველები მოვლენ სუნზე. შევჭამოთ და ისე წავიდეთ სვამბო ფირა. აი კაცო ნუ მეიმუნა რა უნდა შეჭამოთ რა ხო აღარაფერი აღარ არის რა საწაიღე პარკი ადეკი. ნუ მეიმუნა ბერტი რაღაცას რა. ალაგებს განებე თავი. მოდი მომეხმარეთ მოდი. აბა ვიდი. თქვენ იცინეთ და მე მართლა უნდა წავიდე მოვზემნო ჩემი მარიკა. აბა რა უნდა? მოიცა და ირა მეც მოვდივარ მაგრამ. მოიცა რა მეც მოვდივარ რა მოგივიდა. და არ დაგჭეს რაღაცა. ვიდი. ყველაფერი მომმა. შადე ის ნაგავის. და არა საჭმელი. წავედი. არ ო? არიელი? ავთანდილი? ფრიდონი. მიდი ერეხრო
თავისი ცოლები დაიხსნა ხაჯი სანდროსგან. მიდით გენახა. ოე, შოთა. გირჩევნია შენ წამოხვიდე და ერთად მომძებნოთ. გასაგებია? არა, მე გოგის დაურეკავ და მეტყვი რომ ტარიელს, ფრიდოს და ავთანდილს სანდრო მოსტათა ცოლები და გაიქცა ტყეში. აი, ესეც ყვავის ხმა? მოიჩადე. ქეთევან, აქეთ წამოდი, ქეთევან. თამარ შენ იქით. ირაკლი. აი, მე ვეღური. რამდენ გეძებდი? თამარ, რამდენი გეძებე დავიღალ ჩქარა. ხო, რაღაცა გვაჭამეთ, დავიხოცეთ ისევშია. სად არის საჭმელი? საჭმელი? ხო რა იყო საჭმელი არ დაგვიტოვა? აი, წამოგვეყვა ნანო, მიიჩვევდა ცხოველებს და შევჭამდით მერე. გიტოვებდით, მაგრამ ისო ცხოველები მოვლენო და შეჭამენო და ეს ამან შეჭამა კი. ამან ალაგა. შია მეცია, მაგრამ რა ვქნა? არა ხო ეს მე საჭმელი. არაფერი აღარ მინდა სახლში მინდა წასვლა. ბახო ტყეში წავიქეცი. მართალი ხარ თამარჩი, გენაცვალე შენ, არც მე აღარ შემილია ამ ტყეში და ღრეში ისა რა ქვია, ჭამასმა. დავსხედით აბა და წავედით. წავედით. მიდი. მოდი, სანდრო, მოდი აქ. სანდრო, ხო, მოდი ჩემთან მამა, მოდი. არ დამტოვო. ნელა, სანდრო, მომისვენ. ეხლა მე ნელა ვივლი. ხო და შენ ისა რა ქვია. ნელა გამომყევი რა, მე ძალიან სწრაფად არ წავალ, მანქანით რა. ირა, ვაიმე ირა. რა? ჩემი მანქანა. ამან რიგ დარჩა ირა, დრო დავიკარგეთ ირა. ვაი, შესაძობი. მოდი თაკაცო, მოდი წავიდი. ვაიმე ჩემი მანქანა ირა. კი, ჩა, ეგ ჩავიწერე. დიახ. ტყეში დამჩა მანქანა. როგორ და დავკეტე და წამოვედი. დიახ, ფეხით. არა, თბილისამდე კი არა. სხვა ტყემდე ფეხით და თბილისამდე გოგის მანქანით. ჩემი მანქანა სხვა ტყეში დამრჩა. ნუ რატო დარჩა და ფეხით რო წამოვედი, იმიტომ. დიახ, ტყეში. რა? წვანეა? არა, ტყე. მანქანა ვერცხლისფერია. კარგი, დამირეკეთ. რა, სანდრო, რა ვიპოვითო? რა ვიცი, იცინოდა და